ბათუმის საკრებულოში საქმიანობის 10 თვიანი ანგარიშითა და სამომავლო გეგმებით ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საზოგადოების წინაშე წარსდგა. როგორც ფრაქციის წევრები აცხადებენ, ამ პერიოდის განმავლობაში მათ საკრებულოში 4 ინიციატივა წარადგინეს. ფრაქციის წარმომადგენლები საკუთარ მიღწევად მიიჩნევენ სოციალური უზრუნველყოფის პროგრამაში ცვლილებების შეტანას, რომლის მიხედვითაც ბათუმში მცხოვრები 4 შვილიანი ოჯახები წელიწადში ორჯერ ფინანსურ დახმარებას იღებენ. ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას ეკუთვნის ინიციატივა, რის შემდეგაც ბათუმში ერთ-ერთ სკვერს შინდისის გმირების სახელი მიენიჭა. ფრაქციის წარმომადგენლებმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს და განმარტეს, რომ მომდევნო 2 თვის განმავლობაში საკრებულოსთვის კიდევ 5 ინიციატივის წარდგენას აპირებენ. ღონისძიება NDA-ის დაფინანსებით განხორციელდა. ამ ეტაპზე ანგარიშის წარდგენის სურვილი მხოლოდ ნაციონალურმა მოძრაობამ გამოთქვა. ბევრის გაკეთება შეიძლებოდა ამ ხის განმავლობაში, მაგრამ რაც მოახერხეთ, იყო რამოდენიმე ინიციატივა, რაც ნაციონალური მოძრაობის ფრაქციამ წარადგინა, მათი უმრავლესობა გაიზიარა, უმრავლესობა მიღებული იქნა. საკრებულოს წევრები, სხვა ფრაქციის წევრები არ აქტიურობენ აღნიშნული ინიციატივებით და მე მინდა მათ და მოხარული ვიქნები, რომ თუ ისინი წარმოადგენენ მისაღებ ინიციატივას ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია დაუჭერს მხარს. ჩვენ უახლოეს 2 თვეში ბათუმის საკრებულოს წარუდგენთ განკარგულებების პროექტებს, რომლის მიხედვითაც ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია ბათუმში იმ შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რომლებიც საჭიროებენ რაით თერაპიას, ბათუმში იყოს მათთვის უპასო კურსები. ასევე ალბათ მნიშვნელოვანია ის, რომ ხელოვნების უნივერსიტეტის წინ ქალაქის ცენტრში მოუვლელი საშინელ მდგომარეობაში მყოფ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც იყო თავის დროზე დაეგმილი სკვერის კეთილმოწყობა, საკრებულომ მიიღოს განკარგულება და მას მიენიჭოს სკვერის სტატუსი და დაევალოს მერიას იქ მოხდეს სკვერის კეთილმოწყობა.